ჩემი ძირფასება მოგესალმებით ყველას. უკვე 2026 წელია, ყველას გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, ყველა ოცნებების ახდენას, ძალიან მაგარი წელი ყოფილიყოს თქვენთვის და გისურვებთ რომ რაც ჩაიფიქრეთ, ყველა მიზანი აღსრულებოდეთ და დღეს მინდა რომ გაჩვენოთ ჩვენი საჩუქრების პირველი ნაწილი, იმიტომ რომ მეორე ნაწილი მე იქნება ალბათ თბილისში როცა ჩავა, მაგრამ ეხლაც არის ბევრი რაღაცები და გადავწყვიტე რომ ამ ვიდეოში გაჩვენოთ არა მხოლოდ ჩემი, არამედ ბავშვების, ჩემი გოგოების, მარიტას და ნატალის საჩუქრებით, მათი ნებართვით რა თქმა უნდა. და მოდით დავიწყოთ დრო აღარ დავკარგოთ, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი და საინტერესო საჩუქრები არის და თუ გაინტერესებთ, აუცილებლად დარჩით ჩემთან. ჯერ გაჩვენებთ ჩემს საჩუქრებს, რა მაჩუქეს მე. აი ესეთი ულამაზესი ჩასაცმელი, ნახეთ, პროსტად მოსაცმელი. ძალიან ესეთი დახვეწილი. მე მგონი რომ ძალიან მომიხდება, მეგობრებო, თქვენ როგორ ფიქრობთ? მოდით ვნახოთ. მე მგონი რომ მიხდება, ძალიან თბილი და ღუნღულა არის და ძალიან მომეწონა. ასევე ასაცმელებიდან საჩუქრად მივიღე ესეთი ლამაზი ზედა. ნახეთ როგორი ლამაზია. აი ესეთი ძალიან ისეთი გამოსასვლელი სარესტორნე, მე ვიტყოდი. ნახეთ როგორი ფურფუჩელები აქვს ქვემოთ. ესეთი ულამაზესი ზედა. ასევე საჩუქრად მივიღე სუნამო. ძალიან ეფექტური შეფუთვით. აი ესეთი ძალიან ლამაზი არის და სხვათა შორის სუნელიც ძალიან კარგი აქვს. ძალიან კარგი სუნი აქვს. აი ესეთი სუნამო მეგობრებო. და კიდევ აი ესეთი beauty blender-ი. წელს სუნამოების სიმრავლე მაქვს მე მგონი. აი ესეთი სუნამო კიდევ ერთი. ამასაც ძალიან კარგი სუნი აქვს. აი ესეთი არის უტკბილესი და უგემრიელესი სუნი აქვს ყვავილების და კამფეტების. მე ესე აღვიქვამ ყოველ შემთხვევაში. ორივე სუნამო ძალიან მომწონს. მოკლედ აი ესეთი. და კიდევ ერთი საჩუქარი. აი ესეთი ლამაზი ბეჭედი. ნახეთ. ულამაზესი ვერცხლის ბეჭედი, რომელიც აი ესე გამოიყურება. ძალიან ლამაზია, გაკეთებული გამეთანხმებით ალბათ. აქ ჩემი საჩუქრები ჯერჯერობით დასრულებულია და ეხლა გადავიდეთ ჩემი გოგოების საჩუქრებზე. დავიწყებ ნატალის საჩუქრებით. აი ესეთი ულამაზესი ბეჭედი და კულონი მიიღო საჩუქრად ნატალიკომ. ძალიან ლამაზი არის. აი ესე გამოიყურება თითებზე. ნატალიმ ასევე საჩუქრად მიიღო ულამაზესი კაბა. აი ესეთი მეგობრებო. ბრჭყვიალა და ბრდღვიალა, ესეთი შავი კაბა. აი ესეთი სტილის, ახლა გაჩვენებთ. ნახეთ. აი ესეთი სტილი არის. ძალიან ლამაზია. არ ვიცი რამდენად აღიქვამს კამერა, მაგრამ ჩაცმულიც ულამაზესია და რომ ჩაიცვა ძალიან მოუხდა. ასევე ნატალიმ საჩუქრად მიიღო მეორე კაბა. ასევე ესეთი გამოსასვლელი კოქტეილის კაბას რომ ეძახიან, მე ვიტყოდი. ესეთი ბზინვარე ახალ წელსაც რომ უხდება და რომელიმე დღესასწაულს. მოკლედ ულამაზესი არის, სტილიც ძალიან მოუხდა და რაც თავია კარგად ქონდა. ძალიან მოეწონა განსაკუთრებით აი ეს კაბა. ძალიან გაგიჟდა ნატალის საჩუქრები. გრძელდება. აი ეს ძალიან მომეწონა. ნახეთ
აი ესეთი საყვარლობა მოსაცმელი ჟაკეტი. ნახეთ, ესეთი კატა ხატია. ნატალი გიждდება ცხოველებზე, კატებზე და ფრინველებზე და რა ვიცი აღლებზე და ყველაზე და ყველაფერზე საერთოდ. და ესეთი მოკლედ ჟაკეტი მიიღო საჩუქრად, ძალიან კარგი ნაჭერი არის და ძალიან მომწონს ის, რომ არის oversize, ესეთი ფართე სტილი. აი ესეთი, რაც თავარია ძალიან მოსწონს თვითონ. ტანსაცმელები არ დამთავრდა, მეგობრებო. ასევე ესეთი ეს ძალიან მომწონს, ესეთი მსაყვარლესი ზედა, ნახეთ რა საყვარელია, აქ ხატია მისი ჩიტები. ნახეთ. ესეთი ჩიტები ყავს ნატალიკოს, 2, აი ზუსტად ეს ცისფერი ყავს და მწვანე ყავს. ძალიან საყვარლები არიან. და ესეთი oversize, ნატალის უყვარს დიდი ტანსაცმელები, რაღაცა ფართხუნა სტილი რომ არის და ძალიან გაუხარდა მოკლედ ესეთი ჩიტები. ესეთი პლასტელინების ნაკრები მიიღო საჩუქრად, ძალიან უყვარს და რაღაცებს აკეთებს ხოლმე, საერთოდ კარგად გამოსდის ძერწვა და აკეთებს ხოლმე ლამაზ სათამაშოებს. ესეთი სკვიში, სკვიშებიც ძალიან უყვარს. ყელსაბამები, ესეთი ჩოქერები, თუ რა ვიცი რა ეძახიან. ეგენიც მოსწონს, ყველანაირი ფერი არის მან. ეს ტუჩის ბალზამი. აქ არის ესეთი სტიკერები, სხვადასხვანაირი და ესეთი დასაკრავი ფრჩხილები. ხო, კიდევ ნატალის ესეთი ჭიქა საჩუქრად. ეს არის მინის და ძალიან მოსახერხებელი არის. ეს საწრუპიც მინის არის და მოკლედ ექნება სპეციალურად თავისი, ეხლაც აქვს, მაგრამ ექნება ახალი თავის პერსონალური ჭიქა. ასევე ნატალის აი ესეთი საჩუქარი, ჰარი პოტერი, იმიტომ რომ ძალიან უყვარს. აი ესეთი უსაყვარლესი კატა, ფისო, ესეთი გრძელი, მუთაკა ფისო. ესეთი რბილი სათამაშო უნდა და კატა რო ყოფილიყო და მასთან ერთად რო დაეძინა, რო ჩახუტებოდა და აი მე მგონი იდეალური ვარიანტი მიიღო საჩუქრად. ესეთი მუთაკა ფისო ბალიში შეიძლება ითქვას. და ძალიან გაუხარდა. დროა გადავიდეთ მარიტას საჩუქრებზე და აქვე გაჩვენებთ კიდევ ერთ ჭიქას. ეს უკვე მარიტას ჭიქა არის, იგივენაირი, როგორც ყოველთვის ერთნაირი ჭიქები ექნებათ. ოღონდ მარიტას ესეთი ცისფერი, ძალიან ლამაზი ფერია ესეც და ისიც ორივე გადადის ვარდისფერში და ძალიან კარგად იყენებს ესეთ ჭიქებს ზოგადად წყლისთვის, წვენისთვის და ასე შემდეგ. ძალიან უყვართ ესეთი საწრუპიანი ჭიქები, ამიტომ მოკლედ მიიღეს ესეთი ჭიქები საჩუქრად. ეს წინა ვლოგები ვინც ნახეთ, აი ესეთი სამეული მიიღო საჩუქრად მარიტუნამ. ძალიან ლამაზი არის და ძალიან მოუხდა უკვე ეკეთა, რომელიღაც სურათში აქვს კიდეც გადაღებული და ძალიან მოუხდა და გაუხარდა. ესეთი სკვიში მარიტამაც მიიღო საჩუქრად, რბილი სათამაშო. მარიტასაც ძალიან უყვარს რბილი სათამაშოები და განსაკუთრებულად ბუები მიყვარსო და ბუმ არ დააყოვნა. გადავედით ტანსაცმელებზე და აი ესეთი ლამაზი ქვედაბოლო ყავის, ესეთი ულამაზესი. მე მგონი რომ მოიწონება და ჩაიცმევს. ასევე ამ ქვედაბოლოსთან მოუხდება ძალიან ესეთი ლამაზი ფორმის ზედა. ნახეთ როგორი ლამაზი ფასონი არის, ესე ნახევრად გადადებული, ესეთი
მხარი რომ ჩანდეს და აი ესეთი მოკლედ ლამაზი კრემის ფერი არის, თეთრი არ არის და მე მგონი ამ ქვედაბოლოს ძალიან მოუხდება და რაც თავია მარიტას ზომა არის და მოუხდება ძალიან. კიდევ ერთი ქვედაბოლო, ესეთი ბრჭყვიალა. აი ესეთი ფრჩხილები, დასაკრავი. ასევე ესეთი ახალწლო საყურეები. ნახეთ, როგორი საყვარლობა არის. ეს როგორც ხვდები, არის ტანზე წასასმელი ჰაილაითერი და ასევე ალბათ სახეზეც შეიძლება. მარიტას ძალიან უყვარს ბზინავი რაღაცეები. როგორც იქნა, მას საკუთარი beauty blender-ი ექნება და ჩემსას აღარ გამოიყენებს. ესეთი beauty blender-ი. ესეთი ბროწეულის ფორმის ხელის კრემი. არ ვიცი ჯერ არ გაუხსნია და იმედია რომ კარგი სურნელი ექნება. ესეთი ლამაზი თმისამაგრი, ტუჩის გლოსები. ეს მე მგონი ტინტია და ესეთი იასამნისფერი ლაინერი, რომელსაც იმედია მათხოვებს რომ დავტესტო თქვენთან ერთად. მარიტამაც ასევე მიიღო ულამაზესი კაბები საჩუქრად. აი ესეთი ძალიან ლამაზი. ნახეთ, როგორი საახალწლო ფერია. ხო, აი ესეთია პირიქით უნდა მეჩვენებინა. ნახეთ, წინ აი ესეთი რაღაცა აქვს და ჩაცმული არის ულამაზესი ერთი მხარი. მოშიშვლებულია და მეორეს კი აქვს მკლავი და ძალიან მოუხდა რომ ჩაიცვა. რა თქმა უნდა, უკვე ყველაფერი მოიზომა და ბოლოს მინდა გაჩვენოთ შოკი. ძალიან ლამაზი კაბა. აი ესეთი მარიტასთვის ზედგამოჭრილი, აი ძალიან ლამაზია ჩაცმული, ესეთი გრძელი კაბა არის, როგორც საბანკეტო ისეთი და ულამაზესი არის ჩაცმული, როდესაც ჩაიცვა, არ ვიცი, შოკში ვიყავით ყველა, ისე ზუსტად თითქოს მის ტანზე არის შეკერილიო, ისეთი ეფექტი მოახდინა ამ კაბამ, აი მარიტას ხო იცით როგორ მოუხდება ესეთი ფერი, ღია ცისფერი თვალებზე და მართლა აი ძალიან მოუხდა და ძალიან გაუხარდა თვითონ. კიდევ ერთი საჩუქარი კინაღამ დამავიწყდა. მარიტას ასევე ძალიან უნდოდა და აი აუსრულდა ეს სურვილი. აი ესეთი ულამაზესი ბეჭედი. ასევე ვერცხლის. ნახეთ, როგორი ლამაზია. ძალიან უყვარს ესეთი სტილის ბეჭდები და მოკლედ მეც თუ გახსოვთ მქონდა ამდაგვარი ცოტა უფრო დიდი და სულ მოსწონდა. ეხლა თვითონაც ექნება და ესეც თითზე მორგებული და ბოლოს კიდევ ერთი საჩუქარი მარიტას ძალიან უნდოდა. აი ესეთი სუნამო. რამდენი ხანია სულ ამბობდა რომ ეს სუნამო უნდოდა და აი ეხლა უკვე აქვს ესეთი დათუნიას ძალიან ტკბილ სურნელოვანი სუნამო, რომელიც მაგონებს რაღაცა ვარდისფერ ხილის კევს. აი ესეთი სუნი აქვს და მართლაც ბაბლ გამქვია. აი ესეთი ოცნების სუნამო იყო მარიტასი და აი ახლა უკვე ექნება. ძალიან ტკბილი სუნი აქვს, მეც მომწონს, მაგრამ ჩემთვის ზედმეტად ტკბილია. მაგრამ მარიტას ზუსტად ეგეთი სურნელები მოსწონს, აი ზედმეტად ტკბილი რომ არის, ძალიან ვანილის არომატები და მოკლედ მას ძალიან მოსწონს, რაც მთავარია. აი ესეთი საჩუქრები მივიღეთ მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა რომ ბოლომდე მიყურეთ და ეხლა დაგემშვიდობებით. ყველას უღრმესი მადლობა და გკოცნით მომავალ ვიდეომდე. აბა კარგად.